სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება სურს. ამის შესახებ ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა. ბრალდებულის ინტერესების დამცველები მედიასთან განმარტავენ, რომ შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე მხარეებს ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა მათი ვეთქმით ყოფილი მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ზიანი სრულად აანაზღაუროს. მე ჩავლები იმათანაც უჩაბას ჩვენ მოვჩებით სულად უჩაბას დავუწყო. უჩაბას მოვჩებით სულად და მე პალასის პროკურორს შეუძლია უცხო. ჯერ არ ვიცით ზიანის ანაზღაურება თუ იქნება ასეთ საჭიროება ზიანს აანაზღაურებს დეტალებზე არ მინდა ვიცო. საპროცესო ამას გულისხმობს აღიარებთ ესე იგი. სად არის რომ ბრალი აღიაროს სრულად და უდავოდ გახადოს მტკიცებულებები რაც აქვს წარდგენილი ბრალდებით. ვერ დაგიტაცებ და არც უარყოფ ამ ფაქტს. საპროცესო შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე ჯერ ჩვენ არ ვილაპარაკია, არც პროკურატურასთან და არც მე არ მისაუბრია მასთან. მე აქედან მივდივარ პენტენციურ დაწესებულებაში. შევუთანხმებთ, დავაზუსტებთ და ჯუანშერთან მიდიხარ შესახვედრად. ანუ აღიარებს ჯუანშერ ბურჭულაძე ესე გამოდის, რადგან საპროცესო შეთანხმება არის ერთ-ერთი მეთოდი საშეთანხმების დამთავრების საქმის. სად არის ზიანი ანაზღაუროს? თუ საპროცესო შედგა კანონმდებლობით, როგორც წესი და პრაქტიკა, პროკურატურა ითხოვს ამას მოთხოვნა ყოველთვის აქვს. ვინაიდან წინასწარ პროგნოზირება სასამართლო გადაწყვეტილების შეუძლებელია და ვერ იტყვით, როგორ დამთავრდება საქმე, აქ არის რისკების შეფასება, დაუშვათ, მაგრამ მინიმალური საჯარო 9 წელია, შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი ოპტიმალური გამოსავალი მისთვის. ნახოთ, შევათანხმოთ ამ პოზიციებს, თუმცა საბოლოო პოზიცია, როგორც გითხარი, ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული. საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებას კონკრეტული წინაპირობები სჭირდება, რაც ბრალის აღიარებას და სასჯელზე შეთანხმებას მოიცავს. ასევე პროკურორი განმარტავს, რომ შესაძლებელია ზიანიც იყოს ანაზღაურებული ბრალდებულის აღიარებდეს ჩადენილს, მაგრამ მხარეები მაინც ვერ შეთანხმდნენ და საპროცესო არ გაფორმდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვიხსმინეთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ გააჟღერა, რომ და მივმართოთ საპროცესოზე, თუმცა ამას მისი ადვოკატები აჟღერებენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, დღეს ამ წუთას, რა თქმა უნდა, ვერც ერთ დეტალზე ვერ გაგესაუბრებით და ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მსგავსი რამ არც არის საერთოდ განხილვაშიც არ არის და გადაწყვეტილიც არ არის. ვინაიდან რადგანაც არ მოუმართავს, არ უღიარებიათ და ასე შემდეგ, დღემდე რაიმე გადაწყვეტილება და მსჯელობა არ ყოფილა. საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ასე ვთქვათ, ფორმდება საპროცესო შეთანხმება და მტკიცდება მე უკვე სასამართლოს მიერ, უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები. პირველი ეს არის ბრალის აღიარება, მეორე არის სასჯელზე შეთანხმება. საქართველოს პროკურატურის ასე ვთქვათ, პოზიცია ყოველთვის არის, რომ რა თქმა უნდა ზიანი უნდა იყოს სრულად ანაზღაურებული და დაზარალებულს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისთვის თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანი არის 7 მილიონამდე. შესაბამისად, როდესაც ხდება ამ ზიანის ანაზღაურება, როდესაც ექნებათ მზაობა დაცვის მხარიდან ყველაფერს, რომ პირობითად მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ამის შემდეგ ვიმსჯელებ. ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა ამავე საქმეში ბრალდებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. ვლადიმერ ღუდუშაურმა, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, ბრალი პირველმა აღიარა და 12 მარტს პროცესზე თქვა, რომ მინისტრი ყველაფერზე ინფორმირებული იყო. როგორც ცნობილია, მას საპროცესო შეთანხმება სურს, თუმცა პროკურორის ინფორმაციით ღუდუშაურს უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავს.ანი ლეკიაშვილის განმარტებით პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით ოფიციალურად მხოლოდ გიორგი ხაინდრავამ მიმართა. გიორგი ხაინდრავას გარდა არავის არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმებაზე განცხადებით, მათ შორის პროცესი არ გაუჟღერებია არც ერთ მათგანს. ღუდუშაურსაც არ მოუმართავს. დღეს მდგომარეობით ჯერჯერობით არ მოუმართავს, მეც მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებს, თუმცა როდის ამას ვერ დაიგონგრედა. ბატონი ხაინდრავა არის იმდენად პატიოსანი ადამიანი, რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო, რომ მას არანაირი მონაწილეობა ამ შესყიდვებთან დაკავშირებით არ მიუღია, რაც ცალსახად დაადასტურა მოწმემ, რომელსაც პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ენდო ბრალდების მხარე. ანუ რას გულისხმობ? მან სასამართლოს განუცხადა, რომ მას შემდგომ, რაც მას ესაუბრა მინისტრი, მოგვიანებით საქმის კურსში უბრალოდ ჩააყენა ბატონი ხაინდრავა. და სწორედ მას შემდგომ ჩვენ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი ხაინდრავას
რეალურად ამ ზარალიდან, რაც ამ შესყიდვებით სახელმწიფომ განიცადა, მისი როლი არის ნომინალური. იმის გათვალისწინებით თუ რა შესაძლებლობა ექნება მას, იმიტომ რომ რეალურად ბატონი ხაინდრავა როცა დაინიშნა თავდაცვის სამინისტროში, მას ჰქონდა კრედიტი $45,000, რომელიც დღესაც არ არის სულად გადახდილი და დღესაც ის ამ თანხას იხდის. მისი შესაძლებლობის ფარგლებში, რისი გადახდაც შესაძლებელი იქნება, ის რად არის გადაიხადოს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ბრალის მიხედვით ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის ნათესავისა და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2,606,072 ლარის ნაცვლად 3,940,000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც უწყებას 1,333,728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. გარდა ამისა, პროკურატურის თანახმად 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544,000 ევროთ ქონება შეიძინეს. ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად კი მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხებათ ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.